დილამშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო. დილის 6 საათია თბილისში და გიპატიჟებით ჩემს ბაღში. დილის შემოვლაზე. მინდა რომ თქვენთან ერთად შემოვიარო. ჩემი გოგობიჭები ემზადებიან უკვე სრულფასოვანი ყვავილობისთვის, ეს არის აშრამი. ნელა-ნელა იწყება ყვავილობა. წინა ვიდეოებში უკვე ნათქვამი მაქვს და კიდე გავიმეორებ, რომ წელს ფაქტიურად არ მომივლია ჩემი ბაღისთვის მიაბიჩა. აქეთ კიდე კოკორი. და ეხლა ვხედავ შედეგს. აი თქვენთან ერთად განვიხილოთ ეს შედეგები. პირველ რიგში ის, რომ არ მიმიცია NPK წელს ყვავილებისთვის ეს სამარყანდა. აი მე ცეცხლი გოგოა. და ვატყობ, რომ ისეთი უხვი ყვავილობა არ მექნება. NPK, ბლეკჯექი, ზაბიონი, პროტეინები, რა ვიცი, HbA1 სტიმულატორები, რას არ ხმარობ ხოლმე, მაგრამ წელს არაფერი საერთოდ და ერთადერთი ხორბლის სტიმულატორი მივასხი ფოთლიდან. როგორ უხდებიან ერთმანეთს ეს სამარყანდა და აშრამიკო. ძალიან ყოჩაღები არიან. და ვატყობ, რომ იმდენი კოკორი არ აქვს. ვარდებს არ აქვს, როგორც მიჩვეული ვარ წინა წლებში 1,000,000 კოკორს, მაგრამ არ აუშავს. შეწამვლას რაც შეეხება, ძალიან მინდა რომ ქიმია ნაკლებად ვიხმარო და მთლიანად უარს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აუცილებელია მაინც მარტო ბიოპრეპარატებით მე მგონი ამ ხელა ბაღის მოვლა ცოტა რთულია და სარისკოც. აქეთ ხოთ კაკაო არის კოკრებში. იქით გამოაჭყიტა ერთი ყვავილი უკვე, მაგრამ ძირითადად ჯერ რა გვიანებს. Kensington Gardens-იც ემზადება ულამაზესი ყვავილების გასაშლელად. ეხლა გამოიკვეთა ის ვარდები, რომლებიც განსხვავებულად ჯამრთელები, განსაკუთრებით ჯამრთელები და უპრეტენზიოები არის და როგორც ვამბობდი, Kensington Gardens-ი არის ერთ-ერთი უპრეტენზიო და ძლიერი ვარდი, ყოჩაღი. არც ავადობს, უხვიც არის, ულამაზესიც არის. აქეთ ჰანი დიჟონი რომ მეგონა და golden mustard-ი აღმოჩნდა ჯერ კოკრებშია, მაგრამ ამ ვარდს აი ტრადიციულად უჭირს ჩემს ბაღში და ვაბანავებ ხოლმე ქიმიაში, ფალკონში, ტოპაზში, რა ვიცი, ლუნა მაქსში, მაგრამ წელს აი მოვაკელი ქიმია და ავადობს. მაგრამ არ აუშავს, დავაკვირდები, აბა რა მოხდება. რა თქმა უნდა, შევწამლე მაინც, ახლა ნაწვიმრებზე ისეთი დაავადებული დამხვდა ვარდები, მანამდე ტოპაზით მქონდა შეწამლული და ამ ბოლოს ფალკონით შევწამლე, მაგრამ მაინც არ უშველა დიდად, რომ ვთქვათ, ეს ორი შეწამლა მთელი გაზაფხულის პერიოდში, იმიტომ რომ ყოველ კვირაში ერთხელ ვწამლავდი ხოლმე. გადაწყვეტილი მაქვს ახლა, რომ აი ეს არის Fisherman Friends-ი, ულამაზესი ვარდია. გადაწყვეტილი მაქვს, რომ აი შეხედეთ ამასაც როგორი თეთრი ნადები აქვს. გადავწყვიტე, რომ ძალიან მოავადე ვარდები მოვიშორო, რაც არ უნდა მომწონდეს და მიყვარდეს. წლებია ვითმენ მაინც სამთავადობას, მაგრამ ეხლა უკვე იმ ჭკუაზე დავდექი, რომ ჩანდოსი იცანით ყველამ. ულამაზესი ჩანდოსი. ეხლა გაჩვენებთ ამ ჩანდოსის გაბარიტებს, ნელ-ნელა იწყებს გაშლას. ვგიჟდები ამ ვარდზე, ისეთი სურნელოვანია. აი ერთ-ერთი ყველაზე სურნელოვანი ვარდია ჩემს ეზოში.
შეხედეთ რამხელა როგორ გაჩვენოთ აი ეს მთლიანად სადღაც მეტრანახევარია სიგანეში უძლიერესი ვარდია არც ავადობს შეხედეთ რამხელა ფოთლები აქვს და როგორი ლამაზია უძლიერესი ვარდია და გვერდით უზის წითელი ჩაის ჰიბრიდი რომელიც ნაყიდი მაქვს როგორც გრანდამორე ულამაზესი წითელი კვასკვასა წითელი ყვავილები აქვს მაგრამ აი შეხედეთ ვერ ამოვიდა ესე იგი დაავადებებიდან აქაც კიდე შემოვაცალე ეს მოავადე ფოთლები გაშიშულა ტოტები და ვფიქრობ რომ შემოდგომით ამას აუცილებლად გავაბრძანებ ბაღიდან და აქ ჩავრგავ რომელიმე სხვა წითელ ჩაის ჰიბრიდს რომელიც არ იავადებს აქ იოანე პავლე მეორე შეხედეთ რამხელა ყვავილია რომელიც 6-7 წელია მაბრაზებს და თითოეულ ყვავილს მიშლის ხოლმე არც შიგნით რა ყავს რაღაცა ხუჭოა არც ბუჩქს იკეთებდა ცალფეხზე იდგა და უკვე გადაწყვეტილი მქონდა დავუპირე გააგდება ბაღიდან მაგრამ წელს აი ნახეთ გაიგიჟა თავი და ახლიდან შემაყვარა მე მგონი თავისი ყვავილები მართლა ულამაზესია და ძალიან გაძლიერდა აი თვითონ ბუჩქიც Velvet Twilight-ი გიჟდები ამ ვარდზე ანათებს საერთოდ ძალიან მიყვარს Manstead Wood-ი მაგრამ რადგან ჩემს ბაღში ძალიან ცხელა და Manstead Wood-ი ნამდვილად არ ივარგებდა ამ სიცხეში ამ ჯოჯოხეთში ამიტომ სულ ვეძებდი რაღაცა შემცვლელს და მე მგონი ეს Velvet Twilight-ი გავს შეფერილობით აი აქ არის Patience ულამაზესი გოგო პაწუწკუნა ეს იარუსები გაჩვენეთ ესე იგი წინა პლანზე Patience მყავს 9 ჯერ გადავრგე აქეთა ვარდები და ამიტოა რომ ესეთი პაწუწკუნებია წელს წინა პლანზე Patience იქით Velvet Twilight-ი სალბი და უკან უზის ყვითელი მიქელანჯელო უძლიერესი და ჩემი უსაყვარლესი ვარდია გაჩვენებთ ცოტა ახლოდან ჯერ არ გაუშლია ყვავილები მაგრამ წინასწარ გეუბნებით რომ უმაგრესი ვარდია ყვითლებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსხვილყვავილა და ჯანმრთელი წელს ძალიან გავსხალი გავაახლე ფაქტიურად ერთ კვირტზე დავტოვე იმიტომ რომ ძალიან გახევებული ის ქონდა უკვე ტოტები ქვემოთ და ძველდებოდა ვარდი ნელ-ნელა და აი ეს სულ ახალი ტოტები აქვს წამოღებული მომავალ წელს უკვე კაი დიდი ბუჩქი გვექნება ეხლა სიახლეებს რაც შეეხება აი აქ მეგობრებო არის ეს არის ახალი ვარდი იაპონური პიონი რედ აი ესე ქვია ძალიან მინდოდა ეს ვარდი დიდი ხანი ვნატრობდი და სარეკლამო სურათებში რომ ხედავდი აი გული მიფანცქალებდა ხოლმე და როგორც იქნა მოვიყვანე ჩემს ბაღში ამას კი აქვს ბევრი კოკორი რა ვიცი პირველი წლის ვარდია და გაიგიჟა თავი ულამაზესია აქეთ კიდე ყავს მონიკა გიჟდები ამ გოგოზე ეს არის დელბარის გოგო რომელიც
იაპონიაშია გავრცელებული და ბევრს იაპონურ ვარდში ერევა. აი ესეთი იგრობესთან მქონდა მიყუდებული და არ ჩანდა ფაქტიურად. გადმოვიტანეთ ცოტა ისეთ ადგილას, თვალსაჩინო ადგილას და აი ესე გამახარა და წელს გამოვიდა ამ ვარდის ყავისფერი ვერსიაც და ისიც გასპორტდა იაპონურ სანერგეში გაყავისფრდა და სასწრაფოდ ისიც გამოვიწერე აქეთ ჩაინაგიორლი უზის ეგეც განახლებულია და პაწუწკუნა სასწრაფოდ გამოვიწერე ყავისფერი მონიკა და რო ჩამოვიდა ისე სასაცილოდ ეწერა ჩინელს იმაზე ბირკაზე იმის და აი ესე ეწერა იო სისტრა ანუ სახელიც კი არ ეწერა ვისი და რა და აი ესე ეწერა პირდაპირ მისი და აი ოჰოჰო აქ ბარემ შევიჭიდოთ ცალი თვალით რა ამბავია ღმერთო რა ამბავია რაღაცა მგონია რომ ძალიან მიტყუპებული მყავს ეს ჰორტენზიები ცოტა უნდა გამოვწიო ეს ქოთნები რომ ჰაერმა იმოძრაოს და ყვავილებიც უფრო გამოუჩნდება სადღაც 20 ჯიშის ახალი იაპონური ჰორტენზიები მყავს წელს და აი ეს გითხარით ხო შავი პრინცი ისე მიხარია რომ მოვასწარი ყიდვა ეს ერთი ცალი ნერგის და ეს პატარები აი არ ვიცი როდის წამოიზრდებიან და როდის დაემსგავსებიან რამეს როდის იყვავილებენ ეხლა გადმოვიდეთ აქეთ ეს არის ბავშვთა ბაღი შეხედეთ მიხაკებს ხოა ფანტასტიკა ეს არის დურიანი საქოთნე ვარდი და აი ესეთი ნეონისფერი წითელი რო იყო ვერ შევიკავე თავი და მომინდა ეს არის მოხუცი მებაღე ბენი კიმურასი მაქვს ბუჩქათაც ჩარგული ნიადაგში და ეს მიბრძანდება ამ დღეებში თავის პატრონთან ერთ ლამაზ და მშვენიერ გოგოსთან მიდის აქეთ კიდე მყავს სასწაული ხალხნო ვგიჟდები ამ ვარდზე იქით ჩრდილში მყავდა და სხვა ვარდებში შეჭიდილი და არ ჩანდა გადმოვიტანე კაი ადგილას აქ ბრიოზა გამიფუჭდა და ადგილი გამითავისუფლდა და ბრიოზას ადგილას მოვაბრძანე ეს ულამაზესი კოლინ რუჟი კოლინ კრავენის დაიკუა კოლინ კრავენი ისფერია ვიცით ყველა ისიც მყავს წელს უკვე და ეს არის აი ესეთი მუქი რა ვიცი შინდისფერი ალუბლისფერი რა დავარქვა ამას ნახეთ როგორი გადასვლები აქვს ფერის კიდე უფრო მუქია რეალურად აქ სიჩუმეა და სიმშვიდეა ეს გამამწარა ალქიმისტმა სულ ავადობს ძალიან უადგილო ადგილას მერგია ეგ მართალია მაგრამ ну რა ვუყო აქ ბაროკი გავაახლე იმიტომ რომ სულ ასული იყო გარგარზე და ეს ტოტი რაზეც იყო შემოხვეული მოვჭერით გვიშლიდა სიარულში ხელს და ძალიან გადავსხალი აი გამოისროლა ახალი ტოტი და მოუწევს წელს
აი ესე ახლიდან შემოხვევა. ეხლა ვნახოთ ეს საოცარი გოგო. სანგრია ანათებს ბაღში. ანათებს. შემიძლია შევადარო ყვავილის ფორმით და სილამაზით ჩემს საყვარელ აიას, ოღონდ აი არის მუქი და ეს ასე ჭყეტელაფერია. სანგრია ბორნეო დორე სუზის ფეხებში. აი გადასარევი გოგოა. ბორნეო დორე არის უტყუარი ვარდი. არაფერი არ ემართება ჯამრთელი, ლამაზი, ძლიერი. ფაქტიურად ნულზე გადავსხალი წელს. რაღაცა ძალიან მოვინდომე შემოდგომით და რას ვერ ჩოდი ამ ვარდებს არ ვიცი. აქ ლავილა კოტა იწყებს. ისევ ახლიდან შემოეხვია ღობეს, ესეც ძალიან მკაცრად გავსხალი. აქეთ არის ბებია ჩემის ვარდი. ჩვენ ამოვიცანით როგორც მადამ ისააკ პერეირო. მაგრამ არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული თქვენ რა სიტყვით არის მადამ ისააკ პერეირო. მე ეს ვარდი ბავშვობიდან ვიცი. ტალავერზე ქონდა შემოხვეული და კიბეებზე რო გამოვიდოდი დავჯდებოდი, ამის სურნელი მათრობდა ხოლმე. იმხელა ყვავილები აქვს ბაფთებივით. ხო და ჩემი ეზოს ვარდიდან არის დაკალმებული. აქ სიმშვიდეა, ახალი ვარდები მყავს ჩარგული და ჯერჯერობით არ ყვავიან. გამოაჭყიტა ნელ-ნელა მზემ და თითქოს ვეცადე რომ ადრე დამეწყო 6-ზე გამოვედი გარეთ და რა ვიცი, ეს ტრავიატა ყველა მიცით, ჩემი სუსტი წერტილი, ჩემი სიყვარული და საყვარელი ვარდი. აი ერთი ვარდი დაიტოვეო რომ ეთქვა ვინმეს, აუცილებლად ამას დავიტოვებდი ბაღში. ეს არის ნომერი 1 ყოველთვის ჩემთვის. აბსოლუტურად უპრობლემო. არა ვადობს, არაფერი არ ემართება. ჯამრთელი, ულამაზესი ყვავილებით. თითქოს ჩაის ჰიბრიდივით იშლება, მაგრამ ბოლომდე გაშლილი ყვავილი აი ინგლისურ ვარდს უგავს. და როგორი უხვია. ერთადერთი ნაკლი აქვს ტრავიატას, რომ არ აქვს სურნელი. მაგრამ ადვილად ვპატიობ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვარდის სურნელს და ერთსაც ვიტყვი, რომ სიგიჟემდე ეკლიანია. აი ამის გასხლა არის მორალურად ვემზადები ხოლმე, რომ სულ დასახიჩრებული გამოვდივარ აქედან. მაგრამ აი 2 მეტრს გაცდა უკვე და სიმაღლეში და სიგანეშიც და არის არ ვიცი. შეუდარებელი ვარდია მართლა. აი აქედანაც შეგახედებთ, აქ არის კორალ რივა და ორენჯ რივა. ცოტა იავადეს ამ დაიკოებმა. აი, ეხლა ვაპირებ დღეს, რომ ფიტოსპორინი მივასხა. რახან 1 კვირის წინ ფალკონი უკვე დავასხი. არ მინდა რომ გადავაჭარბო ამ ქიმიით. აი კარამელა დაიწყებს ყვავილობას და მერე კიდე გეტყვით რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლავე აღნიშნავ რომ არის ძალიან ძლიერი. ძალიან, აი ფაქტიურად ნულზე გადავსხალი. რომ გადავჭერი და გავაახლე, მზად ვიყავი, რომ წელს არ მეყოლებოდა კარამელა.
ვერ იყვავილებდა, მაგრამ იმ ხელა ტოტები გამოისროლა და იმდენი, აი ნუ არ ვიცი. კარამელაც არის სუპერ ვარდი. სუპერი, აი აქაც ნახეთ. აქეთ სიმშვიდეა, ჯერჯერობით ადვანსი იწყებს. და ჩემი საყვარელი ჯისე. ვგიჟდები ამ ბიჭზე. რა ვიცი, რატოა ბიჭი, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ბიჭია ჯისე. აი ისფერი სილამაზე, სირიუსის ვარდი. ამ თახს ახლა მეორე მხრიდანაც შემოვუვლი და გაჩვენებთ. გოჟარმა გამოაჭყიტა. ეს არის ამადეუსი. აი ესე ცალი ტოტი არ იზრდება. მესამე წელია. ყვავილები კი აქვს და კოკრები, მაგრამ არც სიმაღლეში მიდით, არც სიგანეში. რა ვიცი რა ჭირს. აი მოვადექით აქედან ამ თაღს. თაღზე მყავს გაშვებული. ვაიმე. გულის გაჩერებამდე ლამაზი ხარ. თან როგორი სურნელოვანია, აი დახრაც არ მჭირდება, რომ სურნელი ვიგრძნო. ეს არის ჰელენი. კიმურას ჰელენი, უნაზესი გოგო. ულამაზესი, უნაზესი, უსურნელოვანესი და უძლიერესი. ნახევრად ხვიარაა, მაგრამ შეხედეთ რაქნა. არ ვიცი, ცაში გაისროლა ეს ტოტები, თითქოს თაღზე გავუშვი, მაგრამ ცაში მიდის. ნახეთ როგორი კარგია. მიუხედავად იმის, რომ ვარდისფერი ვარდები ძირითადად ნაზიკოებია, ნაზები, ფაქიზები, ეს არის ძალიან ძლიერი ვარდი და ძალიან დიდხანს იჭერს ყვავილს. ლუტერ ბერბანკი წელს გავაახლე შემოდგომით, ჩამოვიღე თაღიდან, უკვე აღარ შეიძლებოდა ესე დატოვება და დავულაგე ტოტები, ძველები გადავსხალი და ისეთი უხვი არ არის, როგორიც იყო წინა წლებში, მაგრამ არაუშავს. მომავალ წელს ნახეთ ჰელენთან ერთად რა კარგად. აი მე როგორ მოუხდნენ ერთმანეთს. ასეც ვიცოდი, რომ მოუხდებოდნენ. ეს არის ულამაზესი გოგო. გინაცვალე მე შენ. აი ნახეთ რიტორიკა შემეცვალა ნუნუკა ვარშანიძის გოგოა. ჩემი ბათუმელი გოგო. ვგიჟდები, დიდი ბრიჯვოთერი. ასეთი ფერის ვარდი მეორე მე არ ვიცი. აქედან შეხვდება კლემატის. ჯერ მეორე წლის არის ეს გოგო. ახალია. აი აქ შევხედოთ. ნახეთ რა ლამაზია. ღმერთო ჩემო. როგორი კარგი ხარ. აქეთ არის ჩემი ნონაჩკა. ფანტასტიკური ნონაჩკა. მამულაშვილის ვარდი. მე არ ვიცოდი მეგობრებო და მამულაშვილზე ძალიან ბევრი ინფორმაცია წავიკითხე ამ დღეებში და თურმე თვითონაც ყოფილა სელექციონერი და გამოუყვანია ძალიან ბევრი ჯიში. დასახელებები არ ვიცი, იმიტომ რომ მაშინ არ იყო მაშინ რა ქვია რეესტრებში შეტანა და დაპატენტება ამ ვარდების. ამას გეუბნებით აი მეფის რუსეთიდან მოყოლებული და ყვავილების მაღაზია ქონდა თავისუფლების მოედანზე, მაშინ ერევნის მოედანი ერქვა. თურმე გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერდა და ჩამოქონდა უამრავი
იშვიათი ჯიშის მცენარე არა მხოლოდ ვარდი, ასევე ვარდებსაც აგროვებდა, ამრავლებდა თურმე და ეს ნონა ერთ-ერთი მაგისი მონაპოვარია. არ ვიცი გასპორტდა მასთან ბაღში, არ ვიცი თვითონ გამოიყვანა ეს ჯიში, მაგრამ ყველა ეზოში და იზრდებოდა ნონა. გახსოვთ ბებიების ეზოები? მთელ საქართველოში გავრცელდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო და არის ეს ვარდი. მოკლედ ძალიან სასწაული ისტორია ქონია ვარდსაც და თვითონ პიროვნებასაც. ზუსტად 100 წელი უცოცხლია მიხეილ მამულაშვილს და დაკრძალეს მის ვარდებში, მის ეზოში, მცხეთაში, მის ულამაზეს გაშენებულ ბაღში. და სხვათა შორის უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც ცნობილ მებაღე დეკორატორს, ჯერ მეფის რუსეთში და მერე უკვე საბჭოთა კავშირში, მეფის იმპერიაში. ელიჩკა, უსაყვარლესი ელიჩკა, პრინცესა კიში. იწყებს. ვაიმე. აქეთ ჯერ სიმშვიდეა. აი მულენგალეც გაუშლია პირველი ყვავილი. ძროხუკა. რამ ხელა გაიზარდა. იმპრესიონისტი. ой, რატო დავარდი შენ? რა ლამაზი ხარ. აი სხვათა შორის კოკორში სხვანაირია, ახალი გაშლილიც სხვანაირია და ძალიან მომწონს და მიყვარს. და ბოლომდე გაშლილი უკვე გადაყვავილებული ისეთი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ლამაზია. პირველად ყვავილობს ჩემთან. აჰა, იწექი, აი ამ ვარდს ვერაფერი ვუშველე და უნდა გადავაბრძანო. გავუშვა ჩემი ბაღიდან, არა და არის ულამაზესი იაპონური ვარდი. პრინცესა ბატერფლაი, ანუ პეპელა. და ამდენი წელი ვუყურებ მის ასე მოჭყანულ ფოთლებს და მაგის ნერვი არა მაქვს. ბევრი სხვა ვარდი არსებობს, რომელიც კოხტად ჩაანაცვლებს. აი ეს არის კინქიუს კოშკი, ცინციუს კოშკი. რა ვიცი, შემოდგომის ვარდსაც ეძახიან. სირიუსის ვარდია და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. რატო ჩაუღუნე თავები? აია, აიჩკა, ლამაზი გოგო. გავს ხო სანგრიას? ოღონდ სხვა ფერია, არ მინდა ახლა ეს ამოვწიო ესე უშნოთ. უსურნელოვანესი, შარშან მილიონი ყვავილი ქონდა, მილიონი. იყო ორჯერ უფრო პატარა ვიდრე წელს და წელს, მე მაინც იმას ვამბობ, რომ კვება მნიშვნელოვანია. კი, ამათთვის მაქვს მიცემული კვება, ესა ბალახის ნაყენი მივასხი რამდენიმეჯერ, ხორბლის სტიმულატორი გამოვიყენე. ეს გოგო არის მერი ლენოქსი. გაშლილი არის ულამაზესი. ეხლა ჩაულებრივ ვარდისფერი ვარდიაო იტყვი, მაგრამ აი გაიშლება და ნახოთ. სიურირ დე პერიგიოს შარშან ქონდა ალბათ 50 კოკორი. ძველ ვიდეოებს რო გადავხედო, დახუნძლული იყო და წელს აგერ 1-2 და აგერ მესამე კოკორი აქვს კიდე და მორჩა. რა ვუყო?
ჩემი გასხვლის ბრალიც არის და იმის რომ კვება არ მიმიცია. ეს არის მეცხრე ანგელოზი და როგორი უცნაური გაშლა აქ ამ გაზაფხულზე. ზოგი ვარდი ისე იშლება, ვერც იცნობ. აქ სამაგრზე შევსვი ბრემენელი მუსიკოსები და ამას კი აქ კოკრები იცოცხლე, კოკრები, ტოტები, რა ვიცი და ძალიან გამახარა წელს აი ამ გოგომ. ნახეთ, ეს არის ხვიარა აუბე, კიმურას გოგო. აი ესე მაქვს გაშვებული აქ პატარა სამაგრ სადგამზე და ღობეზე და რამდენი კოკორი აქვს წელს. აი, სულ კოკრებშია. ანუ ყვავილები ექნება ბევრი. რა კარგი ხარ. კარგი. ძალიან სურნელოვანია, თან უნდა აღნიშნო. ეს არის ეშლი. ეშლი ყოველთვის აგვიანებს ჩემთან. თქვენთან როგორ იქცევა? ცოტა საგვიანო გოგოები მყავს აქე დინკი, ბუკე პარფე. აი ამათ არ ჭირდებათ კვება, რომ უხვად იყვავილონ. ნახეთ რა დღეში არიან. აი. არც ეშლის სხვათა შორის. სამაგიეროდ ძალიან კარგად გამოჩნდა ეხლა რომელი ვარდია ძლიერი, ყოჩაღი, უხვად მოყვავილე, ყველაფრის გარეშე რო ძლებს და არაფერი რო არ ჭირდება. აი ასე გამოიყურება ჯერჯერობით ჩემი ბაღი. ვაიმე, ნახევარი საათი მილაპარაკია. მეზობლები ალბათ ფიქრობენ, რომ ვერაა ეს გოგო თავის მატორზეო დადის და ბურდღუნებს თავისთვისა. ეს არის ლამაზი გოგონა, მილაე დიევუშკა. ესე ქვია. იაპონური ვარდია და ძალიან მიყვარს, ძალიან. ისეთი ნაზია. საკმაოდ ძლიერი გოგოა. ესეც. ამით დაგემშვიდობებით, დროებით, ჩემო ძვირფასებო. თქვენც წარმატებულ ყვავილობას გისურვებთ ამ ახალ სეზონზე და შევხვდებით ისევ მოყვავილე ბაღში.